საერთაშორისო კოსმოსური სადგური ISS 1998 წელს გაუშვეს. მას შემდეგ ბევრი დრო გავიდა, სადგურზე მნიშვნელოვანი მისიები შედგა, მაგრამ ყველაფერს აქვს დასასრული. იმის მიუხედავად, რომ NASA-მ და მისმა პარტნიორებმა გადაწყვიტეს სადგური 2030 წლამდე შეინარჩუნონ, უკვე მომავალზე ფიქრის დროც მოვიდა. შესაბამისად, არსებობს გეგმები, მემკვიდრე კოსმოსური სადგურის შესახებ, რომელიც ISS-ის მონაგარს ჩაიბარებს. ჩინეთი გეგმავს წამყვანი როლის შესრულებას ტიანგუნის სადგურის მეშვეობით. ინდოეთის კოსმოსური კვლევის ორგანიზაცია ISRO საკუთარი კოსმოსური სადგურის შემუშავებას აპირებს. თავის მხრივ NASA-მ გააფორმა კონტრაქტი სამ საჰაერო კოსმოსურ კომპანიასთან კომერციული კოსმოსური სადგურების შესამუშავებლად. საუბარია Blue Origin-ზე, Axiom Space Station-სა და Starlab-ზე. და ISS ასპარეზზე ევროპული აეროკოსმოსური გიგანტი ჩემოდის. Airbus-ს დიდი გეგმები აქვს. ახლახან გამოქვეყნებულ ვიდეოში კომპანიამ დეტალურად აღწერა თავისი იდეა მრავალფუნქციური ორბიტალური მოდულის MPOP-ის შესახებ, სახელწოდებით Airbus Loopy. ეს კოსმოსური სადგური 4 კაციანი ეკიპაჟისთვისაა გათვლილი, რაც მას შესაფერს ხდის მომავალი კოსმოსური სადგურებისა და მარსზე ხანგრძლივი მისიებისათვის. როგორც ვიდეოდან ვხედავთ, ინტერიერის დიზაინი 3 დონისგან შედგება, მათ შორისაა საცხოვრებლის განყოფილება, სამეცნიერო და ცენტრიფუგა, რომელიც გრავიტაციის სიმულაციას ახდენს ერთდროულად ეკიპაჟის 2 წევრისათვის. მოდულის დიამეტრი 8 მეტრია და დაახლოებით იგივეა სიგრძეშიც, რაც შეეხება მოცულობას, ის დაახლოებით 100 კუბური მეტრია. როგორც უკვე ვთქვი, მოდული 4 კაციანი ეკიპაჟისთვის არის განკუთვნილი, მაგრამ დროებით 8 ასტრონავტის დატევაც შეუძლია. რაც ყველაზე საინტერესოა, ლუპში არის ცენტრიფუგა, რომელიც 2 წონისა და 2 სპეციალური საყრდენისგან შედგება. ეს სივრცე შეიცავს სავარჯიშო ველოსიპედებს და სხვა საინტერესო ინფრასტრუქტურას. აქვეა ხელოვნური გრავიტაციაც, რაც ასტრონავტებს გრავიტაციის პირობებში მუშაობის საშუალებას მისცემს. ეს ერთგვარი გრავიტაციული თერაპიის საშუალებასაც იძლევა. შესაბამისად, ასტრონავტებს ხანგრძლივი მისიების შესრულება შეეძლებათ და არც უწონადობასთან დაკავშირებული პრობლემები შეაწუხებთ. ჯერ ზუსტად არ ვიცით, თუ რა მასშტაბის გრავიტაციის გამომუშავება შეძლებს ცენტრიფუგა, თუმცა გარკვეული ვარაუდები უკვე არსებობს. წინასწარი ინფორმაციით, ცენტრიფუგას უნდა ჰქონდეს კუთხურის სიჩქარე 3.86 მეტრი წამში და მიაღწევს 9.2 ბრუნს წუთში, მარსის გრავიტაციის სიმულირების სახით 3.72 მეტრი წამში. ანუ საუბარია დედამიწის გრავიტაციის 38%-ზე. ეს განსაკუთრებით სასარგებლო იქნება მარსის მისიებში, რადგან ხელშეუწყობს მიკროგრავიტაციის ფიზიოლოგიურ ეფექტებზე შეგუებას და ეკიპაჟის ადაპტირებას. გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი. ლინკი ჩაშენებულია მთავარ